ეხლა ნახეთ, ალლაჰმა აზავაჯალმა, ნახე რა სიბრძნე არის მებო. დამთავრდა მარხვა, პატარა შევისვენეთ და ეხლა მოდის, ეხლა მოვიდა ის თვეც მებო, შავალის თვე. ჩვენ რა ვთქვით წინაზე მებო, აი ცოტა ხნის წინ რა ვთქვით, რომ კარგი საქმე, რამადნის მიღების ერთ-ერთი ნიშანი რა არის მებო, რა ვთქვით? ხმა მოიღეთ, რა ვთქვით? არ უბრუნდებით და კიდე რა, რომ კეთილ საქმეს ვაგზელეთ. როცა რამადნის მე კეთილ საქმეს ვაგზელეთ, ესე იგი ეს იმის ნიშანია, რომ ალლაჰმა მიიღო ჩვენი მარხვა. ეხლა მოვიდა შავალის თვე. შავალ თვეში არის სუნნათის მებო მარხვა 6 დღე. შუმამა სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ თქვა: "მან სამა რამადანა, ვინ იმარხულა რამადნის მარხვა, thumma atba'ahu sittan min shawwal, მერე მაგის მერე იმარხულა 6 დღე შავალის, kana kasiyami ad-dahr." მაგას აქ ისეთი მარხვა თითქოს იმარხულა თლიანი წელის მებო. ამიტომ ალიმები თქვენ მებო რომ ასევე ერთ-ერთი რამადნის მიღების ნიშანი რა არის, როცა ადამიანი მარხულობს შავალის 6 დღეს. ცოტა ხანი შავალზე ხალ ვილაპარაკოს მებო. ზოგიერთი ხალხი შეიძლება ავათარის, შეიძლება ეზარება ეგრევე 6 დღე მარხვა, შეიძლება უნდა მაგას შესვენება. ეხა ხაშლამის ჭამა და ასე შემდეგ გულობა უნდა და ასე შემდეგ. პრობლემა მაგაში არ არის მებო. შუმამა სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ ჩვენ მოგცა დრო, ალლაჰმა მოგცა დრო რომ ამ თვეში, თლიან ერთ თვეში 30 დღეში 6 დღე ავირჩიოთ. ჩვენ გვაქვს ასევე ძმებო, იხთიარი გვაქვს. ჩვენ გვაქვს არჩევანი. შეგვიძლია ვილოცოთ 6 დღე ზედიზედ, შეგვიძლია ეს 6 დღე გავანაწილოთ თლიან თვეზე. ან შეგვიძლია იმარხოთ 2 შაბათს და 5 შაბათს, როგორც არის სუნნათი. ასევე მაგაზე კიდევ უკეთესი რა არის, როგორც ჩვენ ახლა დღეს აი ხო შევიკრიბეთ. ასევე კაი იქნება რომ ხანდახან შევიკრიბოთ მაგალითად შავალის მარხვაზე. ალჰამდულილlah ჩვენ ყველა ჯგუფები გაქვთ WhatsApp-ში და ასე შემდეგ. ერთმანეთს მიწერეთ მაგალითად, როდის აპირებთ მარხვას მაგალითად, ხო? მოდი თქვით რომ მოდი აი ამ დღეს ვიმარხულოთ. ერთმანეთს დავეხმაროთ. ალლაჰმა ყურანში რა თქვა? "ვა თაავანუ ალალ ბირრი ვა თაყვა ვა ლა თაავანუ ალალ ითმი ვალ უდვან." ერთმანეთს დაეხმარეთო კარგ საქმეებზე, ნოეხმარებით ცუდ საქმეებზე. ამიტომ ალჰამდულილlah ეხა ჩვენ ყველა ერთმანეთს ვეხმარებით. ჯუფი გაქვთ, დანიშნი დრო მაგალითად, მოდი ძმაო, 5 შაბათს ვიმარხულოთ. ერთად გავაკეთოთ იფტარი. მაგას რა ჯობია? ნახეთ ძმებო, შუმამა სალალლაჰუ თქვა რომ თუ ვიმარხოთ მხოლოდ 6 დღეს, თითქოს ჩვენ ვიმარხულეთ ძმებო თლიანი წელი რა ყველა მარხვა, რა ყველა დიდი მადლია ძმებო. ანუ დღე არ გავიდრო შემარხო. ზოგიერთის მას შეველა ავათარის. შეიძლება მაგალითად რამადანში ან ქალს ან კაცს ქონდა რაღაცა ვალი. შეიძლება მაგალითად ქალი იყო ორსულად და ვერ იმარხულა რამადანში. ან კაცს შეიძლება რაღაც ავათ იყო კუჭის ტკივილი და ასე და ვერ იმარხულა რამადანში. და ეხლა მაგალითად ჯერ უნდა ანაზღაუროს რამადის დღეები, ხო? და მე უნდა იმარხულოს შავალი. რა უნდა გაკეთოს? ჯერ რა თქმა უნდა უნდა ანაზღაუროს. სიტყვაზე ძმებო ადამიანი ვერ ასწრებს შავალის დღეში, ვერ ასწრებს ანაზღაურებას. ამ შემთხვევაში პრობლემა არ არის. მაინც ელოდება ამ ადამიანს მაგის მადლი, შავალის თვის მარხვის მადლი. რატომ ალიმებმა თქვეს რომ თუ ადამიანს ქონდა სერიოზული მიზეზი, რომ ვერ მოასწრო შავალის თვეში რამადნის თვის ანაზღაურებას, რომც გავიდა შავალის თვე და იმარხულეს ეს 6 დღე, მაინც მაგას ჩაეთობა ეგ აჯრი. იმიტომ ალლაჰ აზავაჯალ უდიდესია და ძალიან წყალობელია ჩვენს მიმართ. ალლაჰს ვთხოვოთ მებო რომ ჩვენი იბადათი უფრო ძლიერი გახადოს. ალლაჰს ვთხოვოთ მებო რომ ჩვენი იბადათი უფრო იხლასიანი გახადოს რამადნის მერე. ალლაჰს ვთხოვოთ რომ ჩვენი გულები ან ჩვენი თავები არ მოგცოს იმის შანსი რომ ჩვენ მოვდუნდეთ. ალლაჰს ვთხოვოთ რომ ჩვენ დაგვიფაროს ნებისმიერი შეიტანისგან. ალლაჰს ვთხოვოთ მებო რომ ჩვენი ეგეთი შეკრებები უფრო ხშირი გახადოს. ალლაჰს ვთხოვოთ რომ ჩვენი შეკრებები ყოველთვის ბარაკათიანი გახადოს. ალლაჰს ვთხოვოთ რომ ჩვენი შეხვედრები და ასე შემდეგ და ჩვენი ძმობა იყოს ალლაჰის ხათრისთვის. ალლაჰმა ჩვენ ყველანი შეგვიყვანოს ჯანნატში, რომ ეგეთი კარგი სხდომები მან გავაგრძელოთ. სუბჰანაკალლაჰი ვა ბიჰამდიკ, აშჰადუ ან ლა ილაჰა ილლა ანტა, ასტაგფირუკა ვა ატუბუ ილაიქ. ალლაჰმა ბარაკა მოგცეთ.